გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, მადლობა დავით, მიესალმებით პატრიციულ მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მესამე რაუნდი იმართება დღეს მოლაპარაკებებისა რუსეთსა და უკრაინას შორის. 14 კაციანი დელეგაცია ყავს უკრაინას მივლენილი. მას ხელმძღვანელობს ეს რუსტამ უმეროვი და როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ეს მესამე რაუნდი საკმაოდ რთული და რთული სასაუბრო თემები იქნება. რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ვლადიმერ მედინსკი, რომელიც მანამდეც და მოლაპარაკებათა წინა რაუნდებს ხელმძღვანელობდა. მანამდე მედიაში იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწორედ უკრაინამ ვლადიმერ ზელენსკიმ დააყენა ეს საკითხი, რომ მზად არის ამ მესამე რაუნდის გამართვისთვის და რუსებმა ეს მიანიშნეს იმაზე, რომ ამით სწორედ დროს იგებს უკრაინული მხარე, რათა მოახერხოს ძალების ოპტიმიზაცია და უფრო მობილიზებული შეხვდეს იმ დარტყმებს, რასაც რუსეთი ახორციელებს და საკმაოდ ეფექტურად უკვე ზურგში. ანუ რუსეთის არმია მიზანმიმართულად უსპობს უკრაინელებს ზურგის სამსახურს, ეგრეთ წოდებულს, რომელიც შეეხება მომარაგებას, ტყვია-წამალს, უზრუნველყოფას და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ახლა ეს რაუნდი, მესამე რაუნდი, რას გადაწყვეტს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კიევში საკმაოდ მასშტაბური აქცია გაიმართა, უკვე სწორედ იმ სოროსელებისა, იმ გლობალისტებისა, რომლებიც უწმაწური სიტყვებით ლანძღავდნენ ზელენსკის, აქ ისინი ფიქრობენ, რომ ზელენსკის ხელისუფლების ქვეშ, ანუ უკრაინის მართველი ელიტა კორუფციაშია ჩაფლული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მესამე რაუნდი, მორიგი რაუნდი დღეს შედგება, დაიწყო მოლაპარაკებები, ან დაიწყება ახლა ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია. არც რუსეთი აპირებს მეორე რაუნდის და წინა შეხვედრის გადახედვას და თავის პირობების შეცვლას. ეს არის ჯერ კაპიტულაცია, ხოლო შემდგომში უკვე ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკების მაგიდანაც დაждობა. ანალოგიური მოთხოვნა აქვს უკრაინის მხარეს და თქვენ სწორედ ბრძანეთ, ეს ორივე მხარე მიცის, რომ ეს მოლაპარაკება არ დამთავრდება შედეგით. მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ წავიდა მოლაპარაკებებზე, რომ არ ათქმევიოს დასავლეთს და ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ის არ არის მომხრე მშვიდობის. მშვიდობა მიუხედავად იმ მდგომარეობისა, რაც არის დღეს უკრაინის ფრონტზე, ჩვენ და საბედნიეროდ და საერთოდ ყველასთვის სასიამოვნო შეიძლება ძალიან მალე დადგეს. ანუ ეს მოლაპარაკებები პრაქტიკულად არის მოლაპარაკებებისთვის და გარკვეულწილად შემდგომში დიპლომატიური ურთიერთობის აწყობა რო იქნება, ყველა იტყვის, რომ ჩვენ გქონდა ეს მოლაპარაკებები და რასთავარი ამერიკის შეერთებული შტატები არ აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რომ ის რუსეთი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი საბოლოოდ გადაწყვეტენ უკრაინის ბედს. აი ეს არის ყველაფერი წინა მოსამზადებელი სამუშაოები და მე უცბად ერთჩვენიერ დღეს ძალიან სწრაფად მოხდება ის, რაც მოსახდენია და იმედი უნდა გქონდეს იმისი, რომ ეს ამბები ძალიან მალე გადაწყდება. ამე თუ დრო უკვე არავის აღარა აქვს, ჩართულია ყველასთვის წამზომი და აი რა ფონზე იწყება ეს მოლაპარაკებები. რუსეთს დაუწესეს მე-18 პაკეტი ასე ვთქვათ სანქციების, რომელიც არის ცოტა განსხვავებული და საკმაოდ განსხვავებული იმ კუთხით, რომ აქ არის საუბარი ბანკებზე. ანუ არა მარტო სვიფტზეა საუბარი, არამედ საერთოდ საბანკო ოპერაციების დაბლოკვაზე და ყველა იმ ბანკთან მიმართებაში ამ შემთხვევაში სავარაუდოდ გულისხმობს ამერიკის დასავლეთი ჩინეთის ბანკებს, რომ ვინც კი თანამშრომლობს რუსეთთან, მოხდება მათზე სანქციების გავრცელება. საკმაოდ მწვავე რეაქცია ჰქონდა ჩინეთს ამაზე. რა თქმა უნდა, ჩინეთს მწვავე რეაქცია ჰქონდა, იმიტომ რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ არ დაუშვებთ რუსეთის დამარცხებას. ანუ რუსეთის დამარცხებას ჩინეთი განიხილავს თავის შემდეგი ვიქნებით ჩვენო, ასე თვლიან ისინი და ამიტომ მაქსიმალურად შეეცდებიან ნებისმიერ საბანკო პრობლემა, რომელიც შეექმნება რუსეთს, ერთობლივად გადაწყვიტონ. ანუ
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს თუ არ სურს, ნებსით თუ უნებლიეთ, კიდევ უფრო აახლოებს რუსეთის და ჩინეთის ინტერესებს, კიდევ უფრო აახლოებს ამ ქვეყნებს და აი ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 31 აგვისტოს იწყება ოფიციალური ვიზიტი, სახელმწიფო ვიზიტი თუ არ ვწდები, სახელმწიფო ვიზიტია უფრო სწორედ ალბათ ჩინეთში. 4 დღიანი ვიზიტია და ამავდროულად ტრამპს გააკეთა განცხადება, რომ არ არის გამორიცხული იმ პერიოდისთვის ისიც იყოს ჩინეთში. და არ არის ისიც გამორიცხული, რომ დაუშვათ ჩინეთში მოხდეს მათი შეხვედრა, ანუ ტრამპის, სი ძინპინის და პუტინის. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, ჩემი აზრით, თუ მანამდე თვენახევარია დარჩენილი, ცოტა ნაკლები, 40 დღეა დარჩენილი, თუ მანამდე მოხდა ის მოლაპარაკებები, რომელზეც ახლა, ასე ვთქვათ, კულუარულად ამერიკის შეერთებულ შტატების, რუსეთის და ჩინეთის დიპლომატები აწარმოებენ და მე ამაში ღმადა ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის 24 საათიანი მუშაობა და ამ მუშაობას საფარი აქვს ძალიან კარგი. აი ნახოთ, აი რა განცხადებებს აკეთებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა კონგრესმენები, სენატორები თუ გენერლები, ხო? აი ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მათგანმა, ესე იგი ევროპაში და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სარდალმა დონოჰიუმ გააკეთა განცხადება, რომ ისინი მზად არიან დაბომბონ, ასე ვთქვათ, შეუტიონ კალინინგრადის ანკლავს. ამავ დროს ევროპაში ნატოს ძალების სარდალი გრინოვიჩი აკეთებს განცხადებას, რომ ისინი მზად არიან, ნატო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად 2027 წელს დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და ასევე რესპუბლიკელი სენატორი გრემიც ანალოგიურ განცხადებას აკეთებს. ანუ რის თქვა მინდა? ისეთი გამალებით და ისეთი სისწრაფით ერთმანეთს მიყოლებით აკეთებენ ამერიკის მაღალჩინოსნები განცხადებებს, რომ რუსეთს დაარტყავენ. ასეთი განცხადებები არ კეთდება თუ სერიოზული განაწყვეტილებები არის მიღებული. მე შორსა ვარ იმაზისგან, რომ თუ ვინმეზე სამხედრო შეტევა უნდა, ამას აესე ცხადდებოდეს ეს და ანუ გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკას ემსგავსება, რომელიც რა თქმა უნდა ის სხვა წიგნია და სხვა ისტორია, მაგრამ რეალურ დიდ პოლიტიკაში ამაზე არ კეთდება. პირიქით იდება ხელშეკრულებები, იდება მოლაპარაკებები, ხდება თავდაუსმალობის პაქტების შედგენა, ასე შემდეგ, რის უკანაც შეიძლება მართლა იმალებოდეს საკვარი განზრახვა, მაგრამ ეს განზრახვები მოგეხსენებათ, ესე ხმამაღლა არ არის ფორმულირებული. ჩვენ დღეს გვაქვს სიტუაცია და საქმე იმ ვითარებაში აღმოჩნდა მსოფლიო, როდესაც ადეკვატურობა პრაქტიკულად აღარ არსებობს. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, ეს არის, ასე ვთქვათ, ძიმავე ზავესა, რომელიც ჩამოეფარა და აი ამ საფარ ქვეშ უნდა გადაწდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ჩვენ ალბათ ყველანი ვაცნობიერებთ, რომ კაცობრიობა დგას ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ჯერ კიდე ღმერთის წყალობით არ დაიწყო ბირთვული, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ ამას წინ არაფერი არ უდგას იმ დაძაბულ ფონზე, რაც არის დღეს მსოფლიოში და აი ამერიკელი გენერლების განცხადება კალინინგრადთან. კალინინგრადი საკმაოდ ესეთ ანკლავშია მოქცეული, საკმაოდ დიდი რაოდენობის სამხედრო დანაყოფები ნატოს ქვეყნების მას არტყია გარს და ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ არც რუსეთი აპირებს ახლო აღმოსავლეთში და ირანთან მიმართებაში უკან დახევას. რუსეთმა გადაისროლა კიდეც. რუსეთმა გადაისროლა და რუსეთმა და ირანმა, არ იქით გადასროლილია, მაგრამ რუსეთმა და ირანმა ეხლა დაიწყო ერთობლივი წვრთნები, 21 წუთში დაიწყო ერთობლივი წვრთნები კასპიის აკვატორიაში. ეს არის ერთობლივი მოგერიება, საერთო მტერთან და ასე შემდეგ სამხედრო წიაღწევებში არ შევალ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყველა მხრიდან მზად არის მიიღოს დარტყმა და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ეს მე-18 პაკეტში გათვალისწინებული არის, როგორც ეკონომისტებს დავეკითხე და ფინანსისტებს საკმაოდ მძიმე ფონი. თუ ეს განხორციელდა, რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ეკონომიკურ ფინანსურ პრობლემების წინაშე. მაგრამ მოდით ახლა ესე ვთქვათ რა,
რუსეთის მენტალობიდან და რუსის მენტალობიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტი პრობლემა წარმოიქმნება რუსეთის წინაშე, უფრო მეტად რუსეთი გახდება მობილიზებული და ჩვენ ხედავთ, რომ როგორც ერთხელ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენ ჯერ არ დაგვიწყიაო. მართლაც ახლა რუინს თვალს ადევნებს რუსულ მედიას, რომ ჩართო იქ ვერ მიხვდები თუ საინფორმაციო არ უყურე, რომ იქ არის რაღაცა სამხედრო ოპერაცია და ომია. იქ არის ჩვეულებრივი გასართობი პროგრამები, კონცერტები, ანუ პრაქტიკულად რუსეთი არ ცხოვრობს სამხედრო და ომის მდგომარეობით. არ იგრძნობა. არ იგრძნობა. აი თუ აიძულეს რუსები რომ ეს იგრძნოს რუსმა, აი მე უკვე სხვა მდგომარეობაში გადავდივარ და ეს იქნება უკვე ძალიან სერიოზული განაცხადი რუსების მხრიდან, რომ ისინი აპირებენ ძალიან სერიოზულ ომის დაწყებას. ამავდროულად ჩვენ არ დაგვავიწყდეს ბატონო დავით ის მომენტიც, რომ უკვე არც რუსები უყურებენ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებებს და მათი მაღალჩინოსების განცხადებებს სერიოზულად. გავიხსენოთ ლავროვის რამდენიმე დღის წინანდელი რეპლიკა ამ 50 დღესთან დაკავშირებით. ნუ ესე სარკაზმით, ოდნავ დიპლომატიურ დაცინვას თუ დავარქვევთ, თუ ესე განაცხადა, რომ ნუ ახლა ამერიკელებსო რა უკითხო, რა მოთხოვო, ჯერ 24 საათი იყო, მერე 1 თვეო, მერე 100 დღეო და ნუ ახლა 50 დღიანი ულტიმატუმი წამოგვიყენოსო, რომელსაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და არც ვფიქრობთ ამ ულტიმატუმის შესრულებასო. თუმცა ისე დაუბრუნდებით ჩემ აზრს. არ არის გამორიცხული სექტემბრის თვის განმავლობაში მოხდეს ძალიან ყისიერა და სწრაფად რაღაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იქნება ზოგადად შეიძლება იყოს მოკლებადიანი, რამდენიმე თვიანი ან ერთწლიანი, მაგრამ ეს სექტემბერში მოხდება. აი მერე უკვე როგორ გააგრძელებს ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობას და დაყვება თუ არა იმ პირობებს, რომელსაც რუსეთი წამოუყენებს, მე ღმადა ვარ დარწმუნებული, ახლა თქვენ რაც ბრძანეთ ზელენსკის თავისმა ლიბერალებმა მოუწყეს მიტინგიო, მე არ ღმადა ვარ დარწმუნებული ეს იქნებოდა მართული. არ ვიცი, Deep State-დან მართული იქნებოდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მართული ადმინისტრაციიდან თუ ვისგან, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატები და Deep State ჩემს პრაქტიკულად ერთეიგივეა. დიდ განსხვავებას მე პირადად აი ამ ძალებს შორის ვერ პოულობ, იმიტომ რომ Deep State-მა მოიყვანა პრაქტიკულად ტრამპი და შეუწყო ხელი. როგორც წაიყვანა. როგორც ზუსტად აი კარგად ბრძანეთ, როგორც წაიყვანა და ჩამოაშორა მთელი მედია და ეს სოციალები იყო ხო ეს არჩევნების ელექტრონული. ასევე ეს მექანიზმები და ეს საშუალებები ამ არჩევნებზე მიუსვა და გაიყვანა იქ სადაც გასაყვანი ყავდათ, ხო? საგარეო პოლიტიკას შტატები აწარმოებს ესეთი ფაზებით, ამპლიტუდები ესე იგი, აღმავლობის და აღმავლობის, ოღონ მიზან მიმართულად თავის ხას აგრძელებენ რომ შედეგი დადონ. ხო და ამ ფონზე ხა რა ფონსაც ამერიკელები ქმნიან, არც რუსები უყურებენ ამას სერიოზულად. ამერიკელები აძლევენ, შტატები აძლევს ამის საშუალებას, რომ ასე იმოძრაონ. მე არ მსმენია, შეიძლება გამომჩა რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან ბრიტანეთზე მსგავსი ესეთი აგდებული არა, მაგრამ არასერიოზული განცხადებები, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რომ განცხადებები არ გააკეთონ არასერიოზული განსხვავებით ჩვენი ეგრეთ წოდებული ევროპელი მეგობრებისა. ეხლა კანცლერმა მერცმა დღეს გამოუცხადა ზელენსკის ადმინისტრაციას, რომ 2034 წლისთვისაც კი ვერ შევა უკრაინა ევროკავშირში. ახლა დაცინვასაც საზღვარი აქვს, ხუმრობასაც საზღვარი აქვს, მაგრამ ეს რაზე მეტყოლებს? ეს მეტყოლებს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერები არიან აბსოლუტურად არაადეკვატურები, არ არიან მომზადებულები. ისინი ვინ მოიყვანა, როგორ მოიყვანა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ისინი მოიყვანეს, იმიტომ რომ აი ესეთი ქაოსი, არეულობა დაითესოს ევროკავშირში და ის ზღაპრები, რომელსაც ახლა მერცი ყვება, რომ გერმანია გახდება სამხედრო ლოკომოტივი და ის შეიმოსება და შეიარაღდება რამდენიმე წელიწადში და წავა რუსეთის წინააღმდეგ, ეს მტკნარი სიცრუეა, რამე თუ შტატებმა 70% იარაღით მომარაგების დაფინანსება, რაღაც ხაზი გაუსვათ, დაფინანსება და იარაღის წარმოება. დაფინანსება, რომელიც უნდა ევროპამ გადაისროლოს და გადარიცხოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70% მოდის ევროკავშირზე. ევროკავშირის ქვეყნებზე. როცა დაახლოებით 2-3 წლის წინ, თუნდაც წელიწად ნახევრის წინ იყო პირიქით იყო 80% იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსები
და 20% იყო ევროკავშირის ფინანსები. ანუ პრაქტიკულად სოფლიოში ეს 5 საუკუნიანი პროცესი, ევროპის პროცესი, პროექტი ევროპა იხურება და ეს დაახლოებით 30 წლისთვის, 32 წლისთვის, რომელიმე 35 და რომელიმე 40, რამდენიმე წელს ამბავი ახლა მადური საქმეა. ბატონ მიხეილ, თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ შესაძლოა უკრაინა საერთოდ დაივიწყოს ევროკავშირში გაწევრიანება და სულ ახლახანს ევროპარლამენტის დეპუტატმა გარალდ ვილიმსკიმ მოუწოდა რომ უკრაინას საერთოდ ჩამოერთვას ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ეს დაკავშირებულია სწორედ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ამ კანონის, რომელიც ითვალისწინებს ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზირებულ ანტიკორუფციული პროკურატურის გაუქმებას. უკვე არის იქ რეაქცია. ანუ ევროდეპუტატები აფიქსირებენ ამ პოზიციას, რომ საერთოდ ამ ქვეყანას ეს სტატუსიც უნდა ჩამოერთვას კანდიდატი ქვეყნის. თან ჩვენ ხო გვახსოვს როგორ მიანიჭეს ომში მყოფ უკრაინას მიანიჭეს ეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ როცა ჩვენ ყველა ის პირობები თითქმის ყველაფერი შესრულებული ქონდა, ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით აი იმ სტანდარტებით, როგორც თქვათ ენიჭებოდა ამ ქვეყნებს, მაგრამ უკრაინას მისცეს და საქართველოს არ მისცეს ეს კანდიდატის სტატუსი. ხო და ნუ აქ სხვა რა შეიძლება ახლა ითქვას? რა შეიძლება ითქვას და ძალიან ხوار გვახსენებს ერთ მექანიზმს დასავლეთის. ჯერ გააბახებენ ქვეყანას, მის ხელისუფლებას გახდიან კორუმპირებულს და მერე უკვე უბნებიან შეგაფუჭებულო, შეგათახსირებულო, კორუმპირებულო, შენ აღარ ვარ გიხარო. აი ეს განცხადება, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, ის გამოსვლები, რომლებიც მოუწყვეს ზელენსკის და აი ეს მთელი რგოლი, ამ ჯაჭვის ეს რგოლები არის ერთი შემადგენელი ნაწილი. ანუ ზელენსკის გარშემო იკვრება ისეთი წრე, რომელიც ზელენსკის ნელ-ნელა თავიეთ ევროპელი კოლეგები აიძულებენ გადადგომას. ანუ ამ მოლაპარაკებების მოშორებას საერთოდ პოლიტიკური ასპარეზი. ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის ის მარტო კაპიტულაცია კი არა და შემდგომში ცეცხლშეწყვეტა. იქ არჩევნები. და იქ უნდა ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ყოველ შემთხვევაში სულ ცოტა რუსეთთვის არ იქნება საფრთხის შემცველი. და კიდევ ვიმეორებ, აი ეს ორი ერთმანეთზე მიყოლებული პროცესი, რაც მოხდა. თქვენ რაც თქვით, რომ შეიძლება ბევრად დაჩქარდეს პროცესი უკრაინასთან მიმართებაში, მე არ მინდა ახლა პროგნოზივით და წინასწარმეტყველებასავით გამოვიდეს, მაგრამ ეს რაც მიმდინარეობს ახლა, ეს მთლიანად ეს წიაღსვლები და ეს პროცესი და პესკოვმა თქვა, რომ ძალიან რთული მოლაპარაკებები გველის ამ მესამე რაუნდზეო, ვინაიდან მხარეებს შორის აბსოლუტურად სხვადასხვა ამოცანები გვაქვს დაფიქსირებულიო. და ეს პროგნოზი იქნება ის, რომ ამ პერიოდში სანამ ზელენსკის წყალს შეუყენებენ ეს აქციები მიმდინარეობს და იმის გარშემო ეს ხრუბლები რო უკვე იკვრება, ალბათ იქნება ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლა, რაც ქვია M4 რეგიონის, იქ ხო არის ბუფერული ზონები დარჩენილი, ბოლომდე ათვისება რუსული არმიის მიერ. კი ბატონო, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ამ სამხედრო ოპერაციის, სპეცოპერაციის ამოცანა რა იყო? დემილიტარიზაცია და დენაციონალიზაცია. დენაციფიკაცია. იქ არ იყო საუბარი უკრაინის ტერიტორიის დაპყრობაზე, უკრაინის ტერიტორიის აღებაზე, არ იყო ამას საუბარი. ეს ტერიტორიებიც, რომელიც აღიარებული აქვს რუსეთს, ესეც იმიტომ მოხდა, რომ იქიდან ხდებოდა რუსეთის ტერიტორიის, ამ შემთხვევაში ლუგანსკის, პირველად ლუგანსკი და დონეცკის ოლქის და შემდგომში უკვე მოგვიანებით რუსეთის ძველი ტერიტორია, ანუ დღევანდელი რუსეთი როგორც აღიარებულია გაეროს მიერ იმ ტერიტორიას დაბომბვა. ანუ მათ გადაწიეს ბუფერის პრინციპით იმუშავა რუსეთმა. ეს ბუფერი როგორც კი იქნება უსაფრთხო რუსეთისთვის, იმ წუთში შეიძლება რუსეთი წავიდეს იმაზე, რომ აღიარებიოს აი ეს ტერიტორიები, ეს ოლქები, შემდგომში დაინიშნოს იქ არჩევნები, მოვიდეს ესეთი ხელისუფლება, რომელიც არ იქნება საფრთხის შემცველი, წინააღმდეგ შემთხვევაში აი აზრი არა აქვს ამ ყველაფრის აღიარებას და ამ ყველაფრის ხელის მოწერას, იმიტომ რომ 9 კილომეტრში დაუყენებენ სარაკეტო საზეინტო საშუალებებს და დაბომბავენ შეიძლება ძირითადად ახლა ძველი რუსეთი დავარქვათ. ძველი რუსეთი ვერ დაიბომბოს ის ტერიტორიები
კურსკი და ბელგოროდი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს დონბასი, დონეცკის ოლქი, ლუგანსკის ოლქი მაინც მისვდნენ ამათ. ანუ აქ ძალიან საინტერესო პროცესები განვითარდება და ამაზეა ახლა დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თუ მათ აუხსნეს ზელენსკის კარგად რომ უნდა გადადგეს, მაშინ უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილი გადარჩება და უკრაინა როგორც სახელმწიფო ოღონდ არა საფრთხის შემცველი. ამავე კალათაში მოდი ჩავაგდოთ მერცის განცხადება, რომ უკრაინა ვერ შევა 34 წელს იმაში, რა ქვია, ევროკავშირში. ესეც მესამე მოცემულობაა და მესამე ნიშანია იმისი, რომ ევროკავშირიც ემიჯნება დღევანდელ მისი შესანახი იქნება. ეხლა ტრამპი ირონიულად შეიძლება პირიქით ეუბნებოდეს, რომ კი მიიღეთ. ხო, მაგრამ ვერბალურადაც აღარ უჭერენ მხარს. ანუ ნახეთ, ეს გამოსვლები, მიტინგები, აი ამ პროკურატურის სასამართლოს დაგმობა დასავლეთის მიერ, მერცის ეს განცხადება ყველა არის მიმართული უკრაინის როგორც ჰიპოთეტურად ევროკავშირის ქვეყნად რო გახდეს, ხო? უფრო მეტიც ზელენსკის უქმნიან პრობლემას. ეხლა განვიხილოთ, ზელენსკი აღარ არის ხელისუფლებაში, ინიშნება ახალი არჩევნები და ზუსტად შემიძლია გითხრათ ის განწყობა, რაც უკრაინაში არის, ხო, უკვე ხალხი დაიღალა, ნებისმიერი, რაც არ უნდა მოტივირებული იყოს, როცა ხედავს, რომ ის აგებს ომს, ის იღლება და მას სურს მშვიდობა. ზელენსკის იდეოლოგია და ეს პროდასავლური, პროფაშისტური იდეოლოგია, რომელიც უკრაინას მოახვიეს უკვე არაერთი ათეული წელია, მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ, ეს დასრულდება. მაგრამ არც თუ მოახვიეს ბატონო მიხეილ, მათ უბრალოდ კარგად იცოდნენ, რომ ეს ბაცილაზის თავად. არა, ხო, არა, აბსოლუტურად სწორი და გამოიყენეს ეს. აბსოლუტურად სწორი შენიშვნა, ბაცილა უკვე 1 საუკუნე და 2 საუკუნე კი არ ზის. მრავალი საუკუნე ზის, დაახლოებით 3-4 საუკუნეზეა ლაპარაკი და ეს პროექტი უკრაინა არა, აი ივანე მეოთხეს ჩვენ ხშირად ვახსენებთ, ივანე მრისხანეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული უკრაინაზე მიდიოდა გამალებული მუშაობა და მე ხრუშოვმა რაც ჩაიდინა და როგორ მოიყვანა ტყეში გაქცეულები ობკომის საოლქო კომიტეტის და რაიონული კომიტეტის მდივნებად. ეს ცალკე ისტორიაა და ამას სხვა დროს დაუბრუნდეთ, ხო? განვიხილოთ ახლა კიდე რატო უნდა წავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები დათმობაზე. დღეს პრაქტიკულად ვთქვათ, რომ სამი ლიდერი, პუტინი, სიძინპინი და ტრამპი არის გავლენიანი პოლიტიკოსები, რომელიც სოფლიო უნდა გადაწყვიტონ, ხო? რა მდგომარეობა აქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს? პრაქტიკულად პირველი შემთხვევა არის, როდესაც ახლად არჩეულმა, მეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში არ თქვა, რომ მე ვარ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. მან თქვა, რომ მე ვარ პრეზიდენტი, ეს სიტყვა არ თქვა, რომ მე ვარ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი და დააყოლა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დემოკრატიული პარტია აიგზავნოს. აი აპრიორში მისი მეორე მოსვლის შემდეგ უკვე არის დაპირისპირება. ამერიკის შეერთებული შტატები დგას განხეთქილების სამხედროს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, მაგრამ ქვეყანა არის გაყოფილი. გაყოფილი ქვეყანა ყოველთვის სუსტდება და იგი ექცევა სხვა გარე ძალების გავლენის ქვეშ. რაც უნდა საოცარი იყოს, 80-იან წლებში დასაწყისში ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევოდა რამდენიმე ათეული ადამიანის გარდა საქართველოში და რუსეთში, ხო, ვინც ინფორმირებული იყო. ანალოგიურად, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტს აქვს საკმაოდ სერიოზული შიდა პრობლემები, მისი გარემოცვა, ასე ვთქვათ, თუხთუხებს და არავინ არ იცის იმ მოთხუთხვებიდან რომელი ამოხტება და სად გადახტება და აქვს პრობლემა. ეხლა ავიღოთ ვლადიმერ პუტინი. ძალიან შეეცადნენ ამ მეოთხე წელია მიდის ეს ომი, ძალიან შეეცადნენ, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში მოხდარიყო რუსეთში კარის გადატრიალება და ასე თუ როგორც ეძახიან, ხელისუფლება პუტინის დამთავრებულიყო და მოეყვანა თავიანთვის სასურველი კანდიდატი. ნუ ეს არ მოხდა, მაგრამ აი ეს მე-18 პაკეტის იმედი აქვს, რომ ფინანსური რყევები იქნება და იქნებ რუსი ადამიანი გამოფხიზლდეს და ჩამოაგდოს დღევანდელი არსებული ხელისუფლება. თუმცა დავძენ რომ რაც უფრო მეტად გაუჭირდება რუსეთს, უფრო მეტად იქნება გამტკიცდება პუტინის ხელისუფლება, იმიტომ რომ პუტინი იქნება იძულებული აი ის დაჭერებს რო ხედავთ ჩვენ უმაღლეს გენერალიტეტში და თანამდებობის პირები თავს იკლავენ და ხტებიან ფანჯრებიდან და ასე შემდეგ, ეს გაორმაგდება კი არა, გაასმაგდება. და ხალხს დაანახებენ, რომ ასეთი სტილით მართვა რუსეთს ვერ მიიყვანს იმ სანუკვარ გამარჯვებამდე, რომელიც მოპოვებული იყო 45 წელს ჩვენი თანამემამულეს, ორი თანამემამულეს და რუს ხალხთან ერთად.
უნდა აღვნიშნოთ რუს ხალხთან ერთად და ავიღოთ სი ძინპინი. სი ძინპინსაც აქვს საკმაოდ კარგი პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ჩინეთშიც არის ეკონომიკური პრობლემები, მაგრამ ვერ შეედრება იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. რეზუმე გავაკეთოთ ესეთი. პუტინის და სი ძინპინის მდგომარეობა დღეს გაცილებით სტაბილურია, მათი საერთაშორისო გავლენა და ავტორიტეტი და მათი სიტყვა გაცილებით უფრო წონადია, იმიტომ რომ ისინი რო ამბობენ ასრულებენ, რაც შეეხება ტრამპის სიტყვას, ტრამპი ყოველ დღეში 3-ჯერ ცვლის თავის სიტყვას და დაახლოებით ახლა დიდი ქვეყნის პრეზიდენტია, მაგრამ სამწუხაროდ არასერიოზულად გამოიყურება მისი გადაწყვეტილებები იქნება თუ გახმოვანებული, იმიტომ რომ კაც შეუულია თქვას, რომ მე აღარ ვაძლევ იარაღს უკრაინას დილით და საღამოთი თქვას, რომ აი ხა მე ხელს ვაწერ მას რაღაცა შვენიერი კანონი რო გამოიყო თუ რაღაც სასწაულის სახელი და თქვა ლამაზი კანონი თუ შვენიერი კანონი რომ მიიღო და თავისი გუნდის წევრი რო დაუპირისპირდა ილონ მასკი. დღეს კი მოაწერა ერთ კანონს ხელი, რომელიც ითვალისწინებს ამ ტრანსგენდერი ქალებისთვის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ალბათ სწორია ეს რაც გააკეთა. ისიც რა შეასახე, ტრანსგენდერებზეც მოაწერს მალე ტრამპი ხელს. და ყველა იმ კანონებზე, რომლის გასაუქმებლად ან არ მისაღებად მოვიდა იგი ხელისუფლებაში. ჩემთვის აი რასაც მე უსმენ და უყურე და ვკითხულობ ეკონომიკურ, ახლა 10 ტრილიონ დოლარზე რო არის ვალები და ეს ვალები კიდე სხვა რამეა და ამის ჩამოწერაზე მიდის. რატო უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი? ომი, როგორც ამბობენ, ომი ყველაფერს ჩამოწერს, ყველაფერს გაანოლებს. მაგრამ ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა ვერ შეძლო. რამდენი ხანია უკვე პრეზიდენტია? როგორ წელია, ხო? კი, წელიწადზე მეტია. წელიწადზე მეტია, ხო? წელიწად ნახევარი, წელიწად 8 თვე. კიდე ერთი წელი და უკვე გადადის ასე ვთქვათ, გადალოხული აქვს და უკვე ხდება კოჭლი, როგორც ეძახიანი, ხო? იხვი, მე მგონი თუ არ ვცდები ქართულად, ხო? და ამ დროს რა არის? ვერც ამერიკა გახადა დიადი, ვერც ეკონომიკა დააბრუნა, ვერც საწარმოები ააგუგუნა და მოსახლეობის რაოდენობას კი ბატონო არის 300 მილიონამდე, მაგრამ მოდით ნახოთ, მაგრამ ეს ყველაფერი აძლევს დიად ამერიკელ ხალხს იმის უფლებას, რომ მერე გააკეთოს არჩევანი. აი აქ არის მთელი ეს ამერიკული არჩევნების ფოკუსი და გარედან მართული აი deep state-ი რო ამბობენ, აი ასე ხელოვნურად იმართება ეს ორი საცეცი, დემოკრატები და რესპუბლიკელები ამერიკაში. ბანდავით, არ მინდა ახლა წინასწარმეტყველობა და რაღაც ესეთი საუბარი, რომ უმადური ამბავია, მაგრამ 35-40 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ერთი ჩვეულებრივი რეგიონალური. მე არ ვიძახი რომ დაიშლება და რაღაცა. შეიძლება იყოს იქ დაპირისპირება, მაგრამ 30 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები სავარაუდოდ იქნება ერთი რეგიონალური დიდი ზესახელმწიფო, რომელსაც ექნება თავისი ადგილი და ამითი დასრულდება ალბათ ეს სოფლიო გადანაწილება. მაგას ნუ შევეხებით. ახლა რაც შეება ეკონომიკაზე. მოდით ნახოთ ვინ ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა კატეგორია ადამიანები ჩადიან. ისინი როგორც ასეთი ინდუსტრიის ამწევები, ახალი ინდუსტრიის და დეინდუსტრიალიზაცია გარკვეულწილად იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთმა წაიღო ის ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც ამერიკაში მუშაობდა და ორი ფაქტორი ამუშავდა. ერთი ის, რომ კვალიფიციური კადრი, რომელიც უნდა დასაქმდეს წარმოებაში, ეს იქნება ჩარხთან იქნება თუ საშუალო ტექნიკური პერსონალი თუ საინჟინრო პერსონალი, უკვე არის საკმაოდ ასაკ მიღწეულ 60 წელს 65 წელს მიღწეულები არიან და მათი შრომის უნარიანობა და ასე შემდეგ. არის მეორე მომენტი. ვინც ჩადიან, მათ არ უნდათ იქ მუშაობა. ანუ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებმა მიაჩვიეს, ასე ვთქვათ, ყოველთვიურ თუ ყოველდღიურ რაღაცა ულუფას, ყოველ რაღაცა კაპიკებს, რომელიც მათ ყოფნით საჭმელად, სასმელად და არა მარტო საჭმელად, სასმელად, მანქანებსაც ყიდულობენ და რაღაცა ერთ ოთახიან ან ოთახიან რაღაც სახლებში ცხოვრობენ. გახსოვთ ვპკ-ზე რო დაიწყო, ბოდიში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის აღდგენაზე რო დაიწყო საუბარი უკრაინის ომის დაწყებიდან 1-2 თვეში. რა პირობები წამოუყენა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის გენერლებმა ადმინისტრაციას, ჯერ კიდე წინა პრეზიდენტის. ანუ ჩვენ თუ არ გვექნა გარანტია, რომ ეს ომი გაგრძელდება რა მინიმუმ 3-4-5 წელი, ჩვენ არ გვყავს კადრები, ჩვენ პრაქტიკულად დემონტაჟი გავაკეთეთ. მაშინ აღარ მახსოვს 35-40%-ზე იყო საუბარი. იმ საწარმოო ძალების,
რომელსაც უნდა გამოეშვა იარაღი და ბაიდენის ადმინისტრაციას გარანტიის მსგავსად მოთხოვეს, რომ მინიმუმ 5 წელი უნდა იყოს ომი, იმიტომ რომ პირველი 2 წლის იარაღისთვის ჩვენ დაგვჭირდება ახალი რეინვესტიციის გაკეთება და შემდგომ 3 წელმა უნდა ამოგვიგვებიოს ეს თანხა და უნდა იყოს ძალიან დიდი რაოდენობით. ნუ დიდრდებიან. ხო, არა, დიდრდებიან. იარაღის გაკეთება და ამერიკელმა კლასიკოსმა ერნსტ ჰემინგუეიმ თქვა ზუსტად რომ აი ეს ომებით და იარაღის დიდრდებიან, ეს ნაძირლებიონ, ხო ახლა არ ვიცი იქ შტატებში შეიძლება სხვა ქვეყნებშიც არიან ასეთი, ვინც ფიქრობენ ომით სარგებელი იპოვონ და იარაღით. ნუ რას ვიზამთ? როგორც ჩანს ასეთი იყო ჩანაფიქრი. მაგრამ ჩანაფიქრი კი ბატონო, გეთანხმებით, ესეთი იყო, მაგრამ დღეს ამერიკა აღარ ფიქრობს და აღარ ზრუნავს იმაზე, რომ თვითონ დახარჯოს ეს ფული. ეს ფული წამოიღოს ევროპიდან. ეს ფული წამოიღოს აზიიდან. ეს ფული წამოიღოს სხვა ქვეყნებიდან და ამისთვის მას სჭირდება ახალი გასაძარცვი ამ შემთხვევაში რუსეთის მოქმედებაში, რომლის გაზარცვაზეც ნელ-ნელა ხელს იღებს და ეხლა ფიქრობენ როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ბაიდენი გამოვიდა გაქცეული ავღანეთიდან და შერცხვენილი ამერიკის შეერთებული შტატები. ხო გახსოვს ბაიდენს? ის კადრები უკვე ახლა ხო არ დადგება ის დრო, მაგაზეც ფიქრობს ტრამპი, ამბიციური კაცია, ბოლოვადა აქვს და არ უნდა რომ უკრაინიდან გამოძევებული იყოს. ანუ მოსაფიქრებელი აქვს ახლა შუალედური. ყოველ შემთხვევაში, სანამ ბაიდენი იქნება პრეზიდენტი, მან უნდა ბოდიში, სანამ ტრამპი იქნება პრეზიდენტი, მან უნდა თქვას, რომ ეს ომი თუ ვერ დაასრულა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა მშვიდობა მიიღო. ამისთვის ყველაფერზე წავა და შეიძლება ძალიან დიდ დათმობები წავიდეს რუსეთთან, რომ აი ეს 2 წელიწად ნახევარი რომელიც არის დარჩენილი, მიიყვანოს როგორც მშვიდობის ყოფილმა და ადამიანმა, რომელსაც შეწყვიტა და ამაზე თქვენ ხო იცით PR კამპანიას როგორც გამოაცხობს, რომ აი მე ვარ ერთადერთი მშვიდობის ყოფილი და ამაზე ექნება ლაპარაკი ბოლო 1 წელი. მისთვის ეს იქნება ასე ვთქვათ სასაზღვრო პური. ამაზე აგებს ყველაფერს. დანარჩენი აბსოლუტურად არ აინტერესებს. მე 28 წლის შემდეგ ნატო გამოუცხადებს თუ არა რუსეთს ომს, რასაც აპირებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო ჩემი გადასახედიდან. რომ ეს რო არ გააკეთოს ევროპამ, მაშინ ევროპა უნდა აი ეს პროექტი ევროპა მათთვისა და ეს ჩვენთვის არის, ჩემთვის არის და ბევრისთვის არის ევროპა პროექტი დასრულებული, მაგრამ ისინი ვერ უშვებენ ამას. და რო არ დასრულდნენ აი ერთადერთი ესაა რომ 28 წლის, 27 წლის, 28 წლისთვის ტრამპი რო აღარ იქნება, მერე მოახდინა რუსეთზე შეტევა. და ეს როგორ დასრულდება დაახლოებით ახლა ჩვენ ყველანი ხვდებით, ხო? ვფიქრობ რომ ახლა პირდაპირ რომ ვთქვათ ევროკავშირი, ნუ კი ფინანსურად ძლიერი გაერთიანება, მართალია ახლა რეცესიაშია, თუმცა რაც ტრამპმა მათ გაუკეთა 30%-იანი ტარიფების დადგენით, საბაჟო გადასახადებით, ახლა იმტროვენ თავს, ნუ ჯერ ხო ისტერიკა ქონდათ ამაზე ამ ტრამპის დაანონსებულ სიახლეზე. მაგრამ ახლა აი ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმაც თუ კი შეთანხმება არ შედგება ამერიკელებთან, ანალოგიურად 30%-იანი საბაჟო გადასახადები დააწესოს ამერიკულ პროდუქციაზე. ძირითადად ავიასამრეწველო დარგს ეცდებიან რომ დაარტყან, ახლა ბოინგი სერიოზული კონცერნია, რომლის თვითმფრინავებს ხმარო ანუ ვიყენებენ როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ასევე აზიის ქვეყნები, ანუ ბოინგზე და მთელ რიგ ასევე ანუ ამერიკული მანქანების ექსპორტ-იმპორტზე, ну ცდილობენ რაღაცნაირად სიმეტრიულად უპასუხონ. მაგრამ არ გამოუვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ევროკავშირის ქვეყნებს, თვითონ ევროკავშირს, აი ამ ბიუროკრატიულ მანქანას, როგორც საქართველოს მიმართ აქვთ არასწორი ხედვები და ესეთი ილუზორული შტამპები აქვთ, ესეთი შაბლონებით ხელმძღვანელობენ, მარტივი ლოგიკა აქვთ, ესეთი არითმეტიკა აქვთ თავისებური, მიაჩნიათ რომ ეს მენტალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და არითმეტიკული გათვლებით შესაძლებელია პასუხი იქნას გაცემული, თუნდაც აი იმ საქართველოს ურჩობაზე, რის გამოც ახლა კлау გვემუქრებიან გააუქმეთ ის ორი კანონი. ანუ ფორმულა აქვს და ამ ფორმულაში უნდა ჩასვან ნებისმიერი ქართველის, რუსის, კავკასიელი, ამერიკელი, ფრანგი და ავსტრალიელი და აზიელი, ხო?
ხო, ეს შაბლონური აზროვნების, ჩემი არის შაბლონური აზროვნებაა და მოცემულობა აქვს ესეთი, რომ ამაში უნდა იждდეს, მაგრამ ან ეს უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ახლა ხო უკვე 8 ქვეყანამ გამოთქვა წინააღმდეგობა, რომ არ გააუქმებენ და ვინ უდგა სათავეში? იტალია. სადაც ყველაზე მეტი ქართული ანუ საქართველოსდან გასული მიგრანტები არიან, ძირითადად ქალბატონები, რომლებიც ასრულებენ სპეციფიურ სამუშაოს. იქ არ არის მხოლოდ მოხუცების მოვლა. ბევრად კარგად ესმით სისუფთავის მცნება, ვიდრე ტუნისელ ან სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩასულ მიგრანტებს. ქალებზე ან გრემბოთ კაცებზე საუბარი, სადაც მოთხოვნა არის აი ამ ძალაზე, ანუ ამ შრომის უნარიან ძალაზე. თუნდაც იგივე აი ამ მიგრანტებისგან ვიცი, რომ ეს პენსიონერები ძალიან კმაყოფილები არიან იმ კერძებით, რომლებსაც ესად ქალბატონები ქართველები უმზადებენ მათ. და კარგი კვლევა ქონდა გაკეთებული აი მირაკლი გოგავას, რომელიც ხშირად არის ტელევიზიების სტუმარი, თუ რამხელა პროცენტი იზოგება ევროკავშირში ფინანსურად, თუ მოუძებნიან ამ მიგრანტებს შემცვლელებს, ადგილობრივების კუთხით. ანუ იტალიელი, ესპანელი, ფრანგი, ბერძენი არ იმუშავებს, არ შეასრულებს იმ სამუშაოს იმ თანხით, რა თანხითაც მუშაობს ქართველი მიგრანტი იქ. აბსოლუტურად გეთანხმები და ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია ეთერს მიღმა. თქვენ ბრძანეთ, რომ 8 ქვეყანა წავიდა წინააღმდეგი. ეს არ არის შემთხვევითი, ბატონო დავით, ევროპაშიც იწყება გამოფხიზლება. ევროპაც ხვდება იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წამოიკიდა ბუდუში ამ გამოთქმაზე ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები და თუ ჩვენ 3 წლის წინ ხედავდით იმას, რომ ევროპა მონოლითური იყო უკრაინის საკითხში და ეს გაერთიანებული მძლავრი ევროპა დაეჯახა რუსეთს, დღეს აი საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ჩვენ ვიმსჯელოთ, რომ იქ თუ საქართველოს თან და ძალიან კარგი რომ გამოფხიზლება იწყება და რა თქმა უნდა ეკონომიკური მომენტი არის პირველ რიგში, იმიტომ რომ ევროპელები ყოველთვის პრაგმატულად თვლიან თავის შემოსავალ გასავალს, ამავე დროს არის პოლიტიკური თემებიც და აი პოლიტიკურ თემებში გადავიტანმე, რომ აი ეს არამონოლითური ევროპა რუსეთისთვის უკვე რომელიც ნელ-ნელა იშლება და რომელიც გზნობს იმ გაჭირებას, იმ ეკონომიკურ გაჭირებას, რომელიც მათ აქვთ და ამავე დროს მათ აქვთ და ეს იმოქმედებს მოსახლეობაზე და ახლა მე მგონი აღნიშნეთ ხო რომ გერმანიაში აშინებენ ხალხს, რომ არიქა რუსეთი დაგვესხმება თავს, არიქა ოღონდ რუსეთი არ დაგვესხავს და ყველაფერს გადავიხდით, ყველაფერს მოვიკლებთ. ეს ეკონომიკური კრიზისი ესეთი შეიქმნა, ბუა შექმნეს რუსეთის სახით, თუმცა გელი მოდისო და ერთვენიერ დღეს შეიძლება მართლა მივიდეს რუსეთი. იმიტომ რომ იმდენი უჩხიკინონ, როგორც უკრაინაში უჩხიკინეს. აი იმ ამერიკელის თქმის არ იყოს, რომ არიქა კალინინგრადი დაუბომბებონ. ეს ხო სიშლეგეა ეს. იმდენი უჩხიკინეს, რომ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ სევასტოპოლის სიტუაცია რომ დაერეგულირებია უკრაინას, ძალიან ბევრ რამე კიდე იმ ასე ვთქვათ, ეთნო კონფლიქტებს თუ ეთნო ჩაგვრას რუსები მოითმენდნენ, მაგრამ არის რაღაცა რის შემდეგ უკვე რუსეთი ვერ მოითმეს. და აი ამ შიშის ფაქტორით ეს შიშის ფაქტორი დაღლის ევროპას. და ჩვენი დღეს რომ დაანებეთ ამ რუსეთს თავი მოგცეს ისევ გაზი, მოგცეს ისევ ის იაფი ენერგომატარებლები, იმიტომ რომ ფასები გუშინ ერთ შენ ახლობას ვესაუბრე 10ჯერ, 7ჯერ, 8ჯერაა გაზდელი გადასახადები, კომუნალური გადასახადები. კატასტროფული მდგომარეობა ევროპაში და ეს ავტომატურად აისახება. ის კი არა, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმს გვიჩერებდეს ევროკავშირი, პირიქით, რაც უფრო კიდე გაამარტიონ უნდა. უფრო გაამარტიონ, რომ ის ხალხი, რომელიც თქვენ ბრძანეთ და იქ შრომობენ და იმ ხალხს ეხმარებიან და უზოგავენ. და ბატონო, რამდენი ათასი ახლა უბრალოდ მაპატიეთ, ჩაგეჭერით, მაგრამ აი ამ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე უпростоრად. ესაც არის ეგრეთ წოდებული აი სტრაშილკა რო იტყვიან. რომც გადადგან ეს ნაბიჯი, ამას ჭირდება ძალიან დიდი დრო. ჯერ ერთი უნდა შეიკრიბოს იქ კომიტეტი. გაიტანოს საშემოდგომო სესიაზე. თუ კი ხმათა უმრავლესობა იქნება, საბოლოო ჯამში შეიძლება დამტკიცდეს ახალ წლამდე, ანუ დღეს ხო აგვისტო მოდის, ახლა ივლისია, ხო? დეკემბრამდე არაფერი არ იქნება. მერე რომც შევიდეს ძალაში, უნდა ამ ევროსტრუქტურების საიტზე უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალური, ანუ გაისამდე არაფერი არ იქნება.
გარდა ამისა, წარმოიდგინეთ, როდესაც შევიდა ეს უვიზო რეჟიმი ძალაში საქართველოსთან მიმართებით. გამოიცა ციрკულარებია მაშინ 28 ქვეყანა, რაც ჩვენთან საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობებია საკონსულო დეპარტამენტებში. იქ უნდა მოხდეს მათი შტატების შეკვეცა. ანუ საკონსულოებში ხო ხალხი მუშაობს. უნდა გამოქვეყნდეს ეს ფორმულარები, ინსტრუქციები. ეს არის ძალიან დიდი გაზრდა საკონსულოებში. ანუ ეს არის დიდი ბიუროკრატია. და იქიდან გამომდინარე, რა ახლა რამდენიმე ქვეყანა რო დავასახელო, როგორი ბიუროკრატია ამ ქვეყნებში. მე მაპატიეთ და ყელი რო ამტკივდა გერმანიაში, ხო, სეზონი იყო. ქალაქის A წერტილიდან B წერტილში გამიშვეს, რომ გინდა თუ არა, აი ეს თანხა, იმ წამლების თანხა, აი ეს ერთ-ერთი ფონდი გელოდებიან და გამოართვიო. მეთქი ახლა 63 ევროს გამო ხო არ წავალ. არა, აქ მეგობარო, აქ საქართველოს ნუ გონიაო, იმ ხალხს პრობლემები შეექმნებაო და რომ მივედი ერთი კვირის თავზე. გაუხარდათ იმ ქალბატონებს ეს კონვერტში რომ გამომატანეს ეს თანხა. ანუ იქ ბიუროკრატია სხვა 13 ევროცენტი მქონდა აი ამ კარტაზე დარჩენილი პლასტიკურ ბარაძეს, რითაც შევდიოდი რედაქციაში. მინუს სართულიდან, აი ნახევარ Deutsche Welle-ს გულისხმობ, დიდი შენობაა, სერიოზული შენობაა. ავიდეთ მე-6 სართულზე, რომ ბუღალტერს 13 ევროცენტი მოვახსნევინოთ ამ ბარათიდანო. პატივცემულო ვეუბნები ამ 0 სართულიდან მე-6 სართულზე ასვლა 13 ევროცენტის კილოკალორაჟი უნდა დაიკარგოს მეთქი და ნუ რა აზრი აქვს იქ ამის გამოასვლას მეთქი და დაფიქრდა აღზო რაღაცა და გაჩერდნენ. ანუ აი ამ დონის ბიუროკრატია ამ ქვეყნებში და ეს ნუ უბრალოდ წარმოუდგენელია. მინიმუმ 1 წელი აქვე შემიძლია დავაწყნა რომ ჩვენი საზოგადოება რომც მიიღონ აი ამ ევრობონზებმა, ამ ბრიუსელის ჩინოვნიკებმა ასეთი გადაწყვეტილება, დრაკონული გადაწყვეტილება, რომელიც არ ესადაგება საერთოდ თანმიმდევრულობას, ნუ გეშინიათ 1 წელი კიდე არაფერი არ იქნება თავისუფლად იმ მოგზაურებთ, მაქსიმუმ თუ არ ექნათ შიდა ინსტრუქცია, რომ აეროპორტებში არ შეუშვან ადამიანები. აქ უვიზო თუ სავიზო რეჟიმი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. რისი ეშინიათ ახლა დასავლელ, ვინც ცოტა საღათმოაზროვნია, რისი ეშინიათ, რომ ევროკავშირის მიმართ კარგი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ექნება გარკვეული უსიამოვნება, შეიძლება აგრესიაც იყოს, მაგრამ ძალიან მარტივი იქნება ამ აგრესიის მიმართვა მერე ამ ევროკავშირის საელჩოებზე, ევროკავშირის ელჩზე და იმ ხალხზე, რომელიც ჩვენ პრაქტიკულად მოგვატყუეს, გაგვაცურეს, გაგვამაიმუნეს ბოდიში ამ სიტყვაზე, დაპირების გარდა ნაბიჯი არ გადადგეს და დღეს იმ რაღაცა სიკეთეს, რომელსაც ისინი ეძახიან, ამითი უღირსად გესპეკულიანტებიან. შენ თუ კაი ყოჩაღი ხარ, ხო? დაუწესე სანქციებს ვერ უწესებენ. ვერც პერსონალ სანქციებს ვერ უწესებენ. იმიტომ რომ იქაც ბიუროკრატია, რომელსაც თქვენ ამბობთ. ეს ყველაფერი, აი როგორ ჩვენი ევროკავშირში შესვლა იყო ზღაპარი, ასევე ჩემთვის აი ეს პროცესი და 1 წელიწადში თუ 8 თვეში თუ 5 თვეში შეიძლება ევროპა იმ მდგომარეობაში იყოს. საერთოდ ვისაც მოუნდება, როცა მოუნდება, როგორ შევიდნენ ეს 10,000-ობით ჯანღონით სავსე ახალგაზრდა ლტოლვილები. როგორ ფიქრობთ, ახლა მე და თქვენ პასპორტის გარეშე დავიძრათ აქედან. სად გავგვაჩერებენ და სად დამთავრდება ჩვენი ვოიაჟი. პირველივე გამშვებ პუნქტზე, ხო? და 10,000-ობით ადამიანი გერმანიაში ჩავიდა, უსაბუთოდ, უტანსაცმლოდ, მაპატიებს შიერი, მწყურვალი ყველა ახალგაზრდა, ოღონ ყველა ამ ახალგაზრდას 10-ის თავს თუ ბრიგადის როგორც ყველას ეჭირა თანამედროვე მობილურები. რის თქმა უნდა, ესე მარტივად არ ხდება ეს გადაწყვეტილებები. და თუ მართლა გაუქმებენ, აი მერე ნახეთ ჩვენი სტანები და ჩვენ როგორც ფიქრობთ პოლიტიკურად ევროკავშირის და ევროკავშირის საელჩოებზე, მერე იერიში. მერე გვიყურონ ჩვენ სატოპკეები იქნება აწეული ისეთი, ვინც დღეს ევროკავშირის იმედით უყურებს, ისინი გახდებიან მათი პირველი მოწინააღმდეგეები. ამიტომ სიტუაცია არის, ასე ვთქვათ, არ არის მარტივი, იმიტომ რომ რეგიონი არის უმძიმე მდგომარეობაში. პრაქტიკულად გუშინ კითხულობდი ჯერ რუსული ოფიციალური მედია არ აჟღერებს, მაგრამ ბლოგერები და ესეთი შეფარვით ვინც რომ აი საქართველოს ჩვენ გვერდში დგას, ჯერჯერობით ძლიერად არის, მაგრამ რაღაცა მომენტში უნდა გადაწყვეტილება მიღებული იქნას, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მოიყვანეს მაგალითად, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და აზერბაიჯანი გაცილებით უფრო ახლო იყო რუსეთთან და ჩვენ ახლა გვმართებს ბატონო დავით მაქსიმალურად მობილიზება
ყველა ძალების. ეს არის ძალები საქართველოში. ეს არის ჩვენი თანამემამულეები, მათ შორის ნებისმიერი დარგის წარმომადგენელი, რომელიც დღეს მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ყველა დიდი დიასპორა ჩვენ მყავს რუსეთში. ბიზნესმენები იქნებიან, ხელოვნების წარმომადგენლები, კულტურის მუშაკები, მეცნიერები, ძალიან ბევრია, ყველაზე დიდი და ყველაზე კომფორტულად და ღირსეულად ქართველი წარმოდგენილი არის რუსეთში. ისინი უნდა გაერთიანდნენ, ყველა უნდა მოახერხოს იმის გაკეთება, რომ ამ უმძიმეს პერიოდში, როცა საქართველო გადის, დადგეს საქართველოს გვერდში. ანალოგიურად ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველებმა ის კი არ უნდა იფიქროთ, ჩემო ძვირფასებო, იქიდან პროფესორებს რთავს, ლიბერალური მედია, მე რეჟისორს თქვა 2 წუთი დაგვიმატოს. ლიბერალური მედია იქიდან რთავენ და პროფესორებს და ოღონდ ეს ხელისუფლება ჩამოაგდო. ჩემო ძვირფასო ლიბერალებო. აქ თუ აირია სიტუაცია, მერე თქვენ ნამდვილად ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში, ამის გარანტიას აი მე გაძლევთ ერთი ადამიანი, შეიძლება ძალიან თავი აქ სხვა პროცესები დაიწყება, რომელსაც შეიძლება თქვენი ოჯახები შეეწიროს და ის რისი იმედის თქვენ გაქვთ, არც ერთი თქვენგანი არ არის დაზღვეული. ვინც ამას ამოიწყებს, ის შეიძლება მოხდეს ამის ასე ვთქვათ, გახდეს ამის მსხვერპლი და ამას ნუაკეთებთ. აღარ არის 2003 წელი, არ არის 96-97 წელი. სოფლიო არის შეცვლილი და სოფლიოში არის გლობალური 5-6 საუკუნეში რაც ხდებოდა, ის ხდება ახლა ჩვენ თვალწინ და ამას კიდე რამდენიმე წელი დაჭირდება. ამიტომ მე მინდა კიდე ერთხელ ბატონ დავით, მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელს აწერს, გვირეკავს აი ამ პეტიციაზე, რომელიც რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე არის საუბარი, რომ დაждდეს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ მოლაპარაკებებს და დაიწყოს ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლად. ასევე ყველა იმ ქართველს, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, ყველა ერთად გავერთიანდეთ აი ამ საფრთხის წინაშე და მე მგონი წინა გადაცემაში თქვი, როგორ გადაარჩინა თავის დროზე აზერბაიჯანელმა ბიზნესმენებმა, როგორ გადაარჩინეს სავიზო რეჟიმისგან აზერბაიჯანი, ხო 2000 წელს. ასევე ქართველი ბიზნესმენები, მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენები, ევროპაში მოღვაწე ბიზნესმენები, ეს ხალხი უნდა გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო. ეს არის რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, იმიტომ რომ პირველ რიგში ღმერთად აიფაროს, მათზე აისახება. თუ რამე პრობლემა დადგა და ჩვენ ხედავთ აზერბაიჯანის ბიზნესმენები ახლა რა მდგომარეობაში არიან. პირველი არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ვამბობ. პირველი აისახება მათზე და მე ჩვენ ღვინოში იპოვია რაღაცა ისეთ ქიმიურ შენაერთებს, რომელიც აქამდე ვერ პოულობდნენ და ჩვენ ხილში და რამდენი პროცენტი, 90% ჩვენი ასე ატმის და იმის მოსავალი გავიდა რუსეთში. არა მხოლოდ ფქვილს აღარ გამოუშვებენ და ნავთობს არ ბენზინს არ საწვავი არ შემოვა ელემენტარულად და გაჭირდება. ორ რეგიონში ჩვენი გადაცემის დასასრულს ორ რეგიონში იყო ხელმოწერები, რომელიც ეს არის ხელმოწერები პარტიის აი მოწოდებასთან დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით. ნუ ერთი არის როგორც ვიცი ყირიმი და მეორე არის ეკატერინბურგში სვერდლოვსკში ბატონი ფიფია, ოდისეი ფიფიას ხელმოწერები კეთდება, სვერდლოვსკში კეთდება ხელმოწერები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს, რომელსაც წამოიწყეს ეს ხელმოწერები, რომელშიც ახალგაზრდები არიან ჩართულები და იმედი მაქვს, რომ სხვებიც მიბაძავენ, რამე თუ ეს არ არის ერთი ადამიანის, ერთი ორგანიზაციის, ან ერთი ქალაქის, ან სოფლის გასაკეთებელი. ჩვენ უნდა ეს ყველაფერი ერთად გავაკეთოთ, უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს ხელისუფლებას, რომ აი ეს მანდატი, რომელიც არის ხალხის ხმა, შეიარაღდეს ამ მანდატით და უკვე დრო დადგა. შეიძლება გვიანიც არის, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს თამამად გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც არის აუცილებელი და რომლის გადადგმის გარეშეც ჩვენ პრაქტიკულად სხვა გზა არ აქვს, არ მინდა ხა დავამძიმო ჩვენი ეთერის მიწურულს სიტუაცია, მაგრამ მერწმუნეთ არ არის საქმე ისე როგორც ბევრს გონია და ინფანტილიზმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობაშია, აი ეს ინფანტილიზმი მეგზნობ, ვერ ვგზნობ მე იმ მუხტს და იმ განწყობას რა პროცესებში ვარ ჩართული. მარტო თქვენ არა, ბატონო მიხეილ, მეც ვგზნობ და ხანდახან ესეც არ მინდა რომ ვიფიქრო, ჩვენ საქართველოს ისტორიიდან გვაქვს ეს მოცემულობა,
ხლა აქ რუსეთზე არის ხოლმე ხშირად საუბარი, მაგრამ რუსეთი საკმაოდ კარგად ხელმძღვანელობს და იყენებს ამ ისტორიულ წარსულს, აკვირდება ამ მოვლენებს და გამოცდილებას და ჩვენ გმირი მეფეებიც ყოლია, გნებავთ სერეკლე მეორე, მაგრამ ზაქი ჭამიას პერიოდიც გვახსოვს, ხო? გიორგი მე-12-ის პერიოდი, რომელმაც თავის ხელით მოაწერა ყველაფერზე ხელი. ანუ შეიძლება რაღაც X მომენტში დადგეს ეს პერიოდი, რომ გარე მოთამაშეების მხრიდან არ ვიცი, რუსეთი იქნება, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ახლა ისიც ხო გაიგეთ ბრიუსელმა რა გამოაცხო იქ ტექსტში. რომ სომხეთს თურმე შავი ზღვის აუზის მონაწილე ქვეყანა არისო, როგორ არის ახლა სევანის ტბა ვიცით, მაგრამ შავი ზღვა არ ესაზღვრება სომხეთს. მაგრამ ყველაფერი შეიძლება იქ მოხდეს, იქ ჩადებული არის. გასული საუკუნის 20-იან წლებში დაშნაკებს მოთხოვნა ჰქონდათ პირდაპირ გასასვლელზე, შავი ზღვის გასასვლელზე, ქობულეთი ბათუმი სულ მათ ტერიტორიად სურდათ ისევე როგორც აზერბაიჯანელ მუსავათისტებს. კი ბატონო. ხო და ეს შემთხვევით არ მოხდა ეს ყველაფერი. ხო და იმიტომ ვამბობ რომ აი ჩვენს გარშემო ვინ იქნება და როგორ არ ვიცი, მაგრამ საქართველოს შეიძლება დაუდგეს ის პერიოდი, რომ გამოჩნდეს ეს ზაქი ჭამიას მსგავსი ხელისუფალი, რომელმაც ყველაფერზე მოაწეროს ხელი და მე შევიკებივით აისხას გუდანაბადი და მოკურცხლოს საქართველოსთან. ღმერთმა ხნას ესე არ მოხდეს და ახლა ჩვენ დავემშვიდობებით აი ამ სიუჟეტით ბატონო დავით სიუჟეტი რომელიც ქართული დიასპორების მიერ ორგანიზებულ ხელმოწერებს შეეხება და დიდი მადლობა. კი, აი მე ვთხოვ რეჟისორს და გაუშვათ ეს სიუჟეტი. В Грузии начат важный процесс. Народ Грузии, общественно-политические деятели Грузии, все неравнодушные граждане, кто за традиционные ценности, кто за наше добропорядочное соседство, за историю, за правдивую историю, все призывают правительство к официальному диалогу между Россией и Грузией. Мы, грузины Крыма, всецело поддерживаем эту инициативу. Мы поставили свои подписи в этих списках и призываем всех остальных. Грузия и Россия – это одна большая многовековая история. Это дружба, это добрососедство и великие имена. Дорогие друзья, сегодня в нашем офисе в Екатеринбурге собрались представители разных национальностей, вероисповеданий, профессий, а также руководители писательского союза, политологи, государственные служащие и другие уважаемые люди. Все они стремятся к мирному диалогу и взаимопониманию между народами России и Грузии, восстановлению дипломатических отношений. Мы верим, что диалог – это путь к стабильности, а сотрудничество – это основа процветания. Наша общая цель – мир. Инициатором этой важной, современной и нужной идеи стал выдающийся государственный деятель Мамука Пипи. Эту идею также поддержали представители разных общественных организаций, которые объединились под общим названием «Свободная трибуна». К ним могут присоединиться все, кому не безразлична судьба и будущее наших народов. Мы выражаем свою позицию, оставляя подпись. Дорогие мои, добрый день еще раз. Арсен Борисович, пожалуйста, пересядьте. Да, давайте. Да.